წამოიდგინე რომ კვდები, მაგრამ ექიმები არ გძალავენ. ისინი შენს სხეულს -196 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურაზე გაყინავენ. იმ იმედით, რომ მომავალში ტექნოლოგია იმდენად განვითარდება, რომ ისევ გაგაცოცხლებენ. ეს სცენა სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, მაგრამ რეალურად უკვე ხდება. სოფლიოში დღეს ათეულობით ადამიანი გაყინულ მდგომარეობაში ინახება. ისინი არ არიან დაკრძალულები, ისინი ელოდებიან მომავალს. მაგრამ რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? ადამიანის გაყინვის იდეას კრიოგენიკა ეწოდება. კრიოგენიკა გულისხმობს ადამიანის სხეულის შენარჩუნებას უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე სიკვდილის შემდეგ, იმ იმედით, რომ მომავალი მედიცინა შეძლებს მის გაცოცხლებას და დაავადების განკურნებას. ტემპერატურა დაახლოებით -196 გრადუსია, თხევადი აზოტის დონე. ასეთ პირობებში ბიოლოგიური პროცესები პრაქტიკულად ჩერდება. უჯრედები აღარ იშლება ისე სწრაფად, როგორც ჩვეულებრივ. მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემა ჩნდება. ჩვეულებრივი გაყინვის დროს უჯრედებში წარმოიქმნება ყინულის კრისტალები, რომლებიც შიგნიდან ანადგურებს ქსოვილს. თუ უბრალოდ ადამიანს გავყინავთ, მისი სხეული მიკროსკოპულ დონეზე დაინგრევა. ამიტომ გამოიყენება სპეციალური პროცესი, რომელსაც ვიტრიფიკაცია ეწოდება. სისხლს ცვლიან სპეციალური ქიმიური სითხით, რომელიც ანცირებს ყინულის კრისტალების წარმოქმნას. სხეული თითქოს მინის მსგავს მდგომარეობაში გადადის, მყარი, მაგრამ კრისტალების გარეშე. თეორიულად ეს უკეთ ინახავს სტრუქტურას, განსაკუთრებით ტვინს. და აქ მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვამდე. თუ ტვინის ნეირონული ქსელი, მეხსიერება და პიროვნული იდენტობა სწორად შენარჩუნდება, შეიძლება მომავალში მისი აღდგენა შესაძლებელი იყოს. ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია Alcor Life Extension Foundation. ასევე მოქმედებს Cryonics Institute. ამ ორგანიზაციებში ასობით ადამიანი უკვე ინახება გაყინულ მდგომარეობაში. ზოგიერთმა მხოლოდ ტვინის შენახვა აირჩია, იმ იდეით, რომ მომავალში სხეულის ხელახლა შექმნა შესაძლებელი იქნება. სხვები კი მთლიან სხეულს ინახავენ. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: დღემდე არც ერთი გაყინული ადამიანი არ გაუცოცხლებიათ. არც ერთი. მეცნიერულად დღეს არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც გაყინული სხეულის მოლეკულურ დაზიანებას სრულად აღადგენს. არ ვიცით, რამდენად სრულად ინახება მეხსიერება. არ ვიცით, შეძლებს თუ არა მომავლის ნანოტექნოლოგია თითოეული დაზიანებული უჯრედის აღდგენას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ფსევდომეცნიერებაა, რომ ადამიანები უბრალოდ კინავენ სხეულს იმ იმედით, რომელიც შეიძლება არასოდეს ახდეს. მაგრამ მხარდამჭერები სხვანაირად ფიქრობენ. ისინი ამბობენ, თუ 100% შანსი არ გაქვს, კრიოგენიკა მაინც გაძლევს 1% შესაძლებლობას, ხოლო დაკრძალვა 0%-ს. მომავლის მედიცინა შესაძლოა გენური ინჟინერია, ხელოვნური ორგანოები და ნანორობოტები გამოიყენოს. შესაძლოა დაავადებები, რომლებიც დღეს სასიკვდილოა, მომავალში მარტივად განიკურნოს. მაგრამ აქ ფილოსოფიური კითხვაც ჩნდება. თუ ადამიანი 200 წლის შემდეგ გააცოცხლეს, იქნება ის იგივე პიროვნება, იგივე მეხსიერებით, იგივე მეთი. თუ ტვინის სტრუქტურა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიძლება მიღებული შედეგი უბრალოდ ბიოლოგიური ასლი იყოს. კიდევ ერთი პრობლემა არის სამართლებრივი სტატუსი. გაყინული ადამიანი ოფიციალურად მკვდარია. თუ მომავალში გააცოცხლებენ, რა სტატუსი ექნება? ექნება თუ არა საკუთრება, მოქალაქეობა, ოჯახის წევრები? კრიოგენიკა მეცნიერებასა და ფანტასტიკას შორის ზღვარზე დგას. დღეს ჩვენ შეგვიძლია სხეულის გაყინვა, მაგრამ ვერ შეგვიძლია მისი დაბრუნება. შეიძლება 50 წლის შემდეგ ეს იდეა აბსურდულად ჩანდეს. ან პირიქით, შეიძლება მომავალი თაობა თქვას, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც სიკვდილის დამარცხების პირველი ნაბიჯი გადავდგით. და ბოლოს მთავარი კითხვა შენთვის: თუ საშუალება გქონდეს, გაყინავდი საკუთარ თავს მომავლისთვის? თუ სიკვდილი ბუნებრივი დასასრულია და მასთან ბრძოლა არ ღირს? მომავალი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ზოგი ადამიანი უკვე ელოდება 2100 წელს, თხევად აზოტში.